საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გიყვებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. რა ფასი აქვს პარლამენტის ტრიბუნას? კახარია საქართველოსთვის ერთწლიანი ბოიკოტი დასრულდა. ყოფილი პრემიერის პარტია სადაო საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ რამდენიმე აქტიურმა წევრმა დატოვა. დაიწყო თუ არა პარტიაში ბოიკოტის დასრულებით შიდა იდეოლოგიური განხეთქილება. ერთწლიანი სამოქალაქო პროტესტი, გამკაცრებული კანონმდებლობა და ისევ დაქუცმაცებული ოპოზიცია. რა უნდა შეცვალონ დღის წესრიგში გართულებული საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე ხელისუფლების ოპონენტებმა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე. ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, რეალობა და მოლოდინები, რას ფიქრობს ხელისუფლება დოკუმენტის შინაარზე და როგორია ანალიტიკოსების პროგნოზები. საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ანალიზი გადაცემის დასკვნით ნაწილში. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ძირი გამოუთხრა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. ანგარიში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ციტატა: ევროკომისია ქართველი ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერასა და ევროპული მომავლისკენ ქართველების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის თავის მზაობას იმეორებს. საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო მთელი სპექტრის საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. ბალანსისა და გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების პრინციპის წაშლამ ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად გამოიწვია აღმასრულებელი ძალის გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცება. საქართველოს მთავრობის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებამ არ ეძიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა წინამთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ვალდებულებებისგან მათი გადახვევა. პარალელურად საქართველოს მთავრობამ სისტემატურად გაავრცელა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია და რელევანტური რეფორმების, მაგალითად 9 ნაბიჯის აღსრულებისადმი არავითარი პოლიტიკური მზაობა არ გამოხატა, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული და რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის. საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. სანამ საქართველოს მთავრობა ქმედებების თავის კურსს არ შეცვლის, ევროკომისიამ თავის მხრივ ევროპულ საბჭოსთან ერთად მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ არგებდა საქართველოს მთავრობას და ასევე გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ძალისხმევები. 2025 წლის იანვარში ევროკომისიის წინადადებაზე დაყრდნობით ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის საქართველოს სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება გადაწყვიტა და ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის სავიზო გამონაკლისები შეაჩერა, ნათქვამია განცხადებაში, რომლის თარგმანს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს. ქართულ ოცნებაში უკვე მოყვა ანგარიშის შეფასებები.
უკვე ტრადიციულად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიში, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ზაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ გსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს. წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, NGO-ებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღისწესრიგის დაფინანსების შესახებ და ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე. ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნის შესახებ, რითიც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს. ცრუობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, როდესაც დასავლური ანალოგიებიდან სიტყვით ნათარგ დოკუმენტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევა წარმოაჩენს და არაფერს ამბობს სიმართლეზე, რომ ევროკავშირის ფული რადიკალიზმის და დეზინფორმაციის დასაფინანსებლად გამოიყენება. არაფერს ამბობს იმიტომ, რომ საკუთარ სქემებზე მოუწევს საუბარი. დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად ჩვენ ხელში შეგვჭა იდეოლოგიზირებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს. და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიცინებთ ევროპელი ბიუროკრატებისგან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია ხედავთ. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი, ვისაც ისინი აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელებს საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა, ეს ყველაფერი მათ ხელში არის იარაღი ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა. რასაც რა თქმა უნდა ქართველი ხალხი არ უშვებს და სწორედ ეს არის იმ გამძაფრებული და მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. ასეთია მოკლედ გამოხმაურებები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემის მიმდინარეობისას ამ თემასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან. პარტია გახარია საქართველოსთვის გადაწყვეტილებამ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესვლასთან დაკავშირებით 2024 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური სტატუს კვო ფაქტობრივად შეცვალა. ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტი დასრულდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის 11-მა წევრმა 28 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში ადგილები დაიკავა. პარტიის წევრები სხვებისგან განსხვავებით მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ტრიბუნის არ გამოყენება უკვე არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნის წინაშე. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათი მიზანია განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნება და ქართული ოცნებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების განხორციელების საშუალების არ მიცემა. ამასთან პარტია ღიად აცხადებს, რომ ბოიკოტის სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა და ოპოზიცია ფაქტობრივად გააქრო პოლიტიკური პროცესიდან. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მძიმე ფასი აღმოაჩნდა ამ პარტიაში პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების გამო პარტიის რიგები დატოვეს წევრებმა. რუსუდან თევზაძის წასვლის შემდეგ პარტია დატოვა საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტიურმა ფიგურამ აკაკი გვიანიძემ მისგან წასვლის მიზეზებზე რამდენიმე წუთში ვცლად შევიტყობთ, თუმცა მანამდე უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი კვლავ აჩვენებს, რომ ოპოზიციის შიგნით არ არსებობს კონსენსუსი ბოიკოტის გაგრძელების ან მისი შეწყვეტის სტრატეგიულ მართებულობაზე. ცალკე საკითხია მათ შორის პროევროპულ ოპოზიციას შორის ხმა განხეთქილება და სტრატეგიული გაურკვევლობა.
დაუბრუნდეთ ისევ გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შესვლას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხალხის ნებისა და დემოკრატიის აღიარება შეაფასა დღეს, როდესაც მმართველი გუნდი ოპოზიციის დიდი ნაწილის გაუქმებას აანონსებს, ჭნდება მთავარი კითხვა. ნიშნავს თუ არა გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლა ქართული ოცნების ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის დამატებით საბაბს იქნება თუ არა ეს ნაბიჯი მართლაც განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა თუ უბრალოდ პოლიტიკური დომინოს ეფექტის საწყისი, რომლის უკანაც პარტიის გადარჩენის მოტივი დგას. აკაკი გვიანიძევს კითხავთ ამაზე, როგორც უკვე გითხარით, პარტია გახარია საქართველოსთვის აწ უკვე ყოფილ წევს, რომელიც შემოგვიერთდა სტუდიაში. აკაკი, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით ბატონო ლაშა, მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებელი. კი ბატონო. ვერ ხედავდი ჩემს ადგილს გუნდში საერთო ღირებულებებისა და პრინციპების არქონის გამო, მოკლედ ასე შეაფასეთ თქვენი პარტიიდან წასვლის მიზეზი ერთ-ერთ კომენტარში მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელით გვამცნეთ საკუთარი გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ. აკაკი, თუმცა ვიდრე ამ თემაზე ვილაპარაკებთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი მკაცრი ტონი ამ ანგარიშში და რამდენად ელოდებით, რომ მოწოდებების ფონზე, რომელიც ისმის ამავე დოკუმენტიდან და შესაბამისად ევროსტრუქტურებიდან, შეცვლის ქართული ოცნება საკუთარ რიტორიკას. რა თქმა უნდა, ეს არის მართლაც უმძიმესი შეფასება და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ასამარებს თაობების მიერ სისხლის ფასად მიღწეულ შედეგებს. ამ შედეგისთვის ვისწრაფოდით ჩვენ არათუ წლების განმავლობაში, არამედ საუკუნეების განმავლობაში და დღეს, როდესაც ისე ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, როგორც არასდროს ჩვენს ისტორიაში, დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად ყველაფერი ეს წყალში გადაიყარა ოცნების მიერ. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო და უფრო მკაცრით შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ტონი, იმიტომ რომ პრაქტიკულად მარტო ფურცელზე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსი, არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტად გაუარესდა და დამძიმდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა ფუნდამენტური პრინციპების მიმართ მდგომარეობა ამ ქვეყანაში, რაც სამწუხაროც არის და ამავდროულად კიდევ უფრო მეტი мотиваცია უნდა იყოს თითოეული მოქალაქისათვის, რომ მათ გააგრძელონ ბრძოლა და არ დაუშვან ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაფუძნებას. გავაგრძელოთ ეს თემა, მაშინ აკაკი თქვენს კონტექსტში, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღეთ ერთგვარი, როგორც ასევე ამავე სტატუსში თქვენ ისაუბრეთ პარტიიდან წასვლის მიზეზებთან ერთად, დაემშვიდობეთ პარტიულ სიასატს საპარლამენტოს ამავე დროს. არ არის მარტივი გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც თქვენ როგორც მე მახსოვს, პარტიის შექმნის დღიდან იყავით აქტიური მონაწილე ამ პარტიის და ერთ-ერთი სერიოზული ქალაქის მეორე პოლიტიკური ცენტრის ფარგლებში ხელმძღვანელობდით ამ პარტიის ეფექტიან მუშაობას, ხო? მათ შორის საკრებულოში იყავით 4 წლის განმავლობაში ამ პარტიიდან. რატომ მიიღეთ, როდის მიხვდით, რომ რაღაც ფასეულობებთან, ღირებულებებთან მიმართებით ამ პარტიასა და თქვენ შორის იყო წყალგამყოფი? დიახ, ნამდვილად, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მე ამ გუნდთან ერთად დავიწყე ბრძოლა 2021 წელს. შექმნის დღიდან, კი ბატონო, და ამავდროულად მძიმე იყო ჩემი მეგობრების დატოვება, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მე ძალიან ბევრი კარგი, გულანთებული პატრიოტი ადამიანი შევიძინე და ვმეგობრდი მათთან და ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ იქ ბრძოლას და ეს ჩემთვის მართლაც მძიმე გადაწყვეტილება იყო. ეს არ ყოფილა ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება, ეს პროცესი ხანგრძლივი იყო, სხვადასხვა საკითხები იყო, რომელთანაც დაკავშირებითაც ვერ ვაღწევდით კონსენსუსს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო მეტი საუბარს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ჩემ განცხადებაშიც იყო საუბარი, რომ დიახ, მე უკვე ვტოვებ ამ პარტიას და ამავდროულად ჩემი მიზანი იყო, რომ ის მანდატი, რომელიც მე მომცა ბათუმელებმა, ამორჩეველმა და საშუალება, რომელიც მომცა ამ გუნდმა, მე ეს მანდატი ბოლომდე ვატარე, ღირსეულად ვატარე, ის დროშა, რომელიც გადმომცა ჩვენმა ამორჩეველმა და ზოგიერთ მომენტში ამ 4 წლის განმავლობაში ეს მძიმე ჯვარიც იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ყოველგვარი ზედმეტი თავდამსხმელის გარეშე ვიტყვი, რომ ღირსეულად მივედი ბოლომდე, არც მე ასად არ წავსულ ვარ. ალბათ მათ დღეს ისიც აინტერესებთ რეალური მიზეზი რა გახდა
თქვენი პარტიული საქმიანობის შეცვლა. კიდევ ერთხელ ნახეთ ეს არის ერთი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. ანუ ეს პოლიტიკური პოზიციები ეს ერთი კონკრეტული მიზეზია. ერთი კი ბატონო, ერთი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. უბრალოდ ის გზა საითკენაც მიდიოდა პარტია, ვფიქრობ, არ იყო ის გზა, რომელიც ეკლესიამდე მიგვიყვანდა, არა. ამ შესვლაზეცვეთი? მე უფრო მეც გეტყვით. მე თავიდანვე მომხრე ვიყავ, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შესულიყო პარლამენტში და უნდა გამოიყენებინათ ის მანდატები ამ ბრძოლისათვის და უფრო მეცაც გეტყვით, მე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც მომხრე ვიყავ, რომ აბსოლუტურად ყველა პარტია შესულიყო, მათ შორის თქვენი ეთერიდანაც მე მომიწოდებია ყველასთვის აბსოლუტურად 4 სექტემბრამდე მე ეს გავაგრძელე, როდესაც 4 სექტემბერს არ დარეგისტრირდა პარტიების უმრავლესობა, მივხვდი რომ ოცნებას ის სპეცოპერაცია რაც ჩაფიქრებული ქონდა რეალურად გამოუვიდა 4 სექტემბერს და არა 4 ოქტომბერს, მაშინ უკვე მე აღარ გამიკეთებია არანაირ განცხადება, იმიტომ რომ უბრალოდ აზრი აღარ ქონდა. მე მომხრე ვიყავ რომ შესულიყვნენ, მაგრამ ეს მარტო არ არის, ეს კომპლექსური საკითხი არის, რაღაც ასე ვთქვათ, შეუთანხმებლობები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არ არის გადამწყვეტი და მთავარი, მე წარმატებას უსურვებ დღესაც მათ და იმედი მაქვს რომ ისინი დასახულ მიზანს მიაღწევენ და გააძლიერებენ კიდევ უფრო მეტად ოპოზიციურ ფლანგს. ეს არის ჩემი სურვილი და მე ამ სურვილს საკუთრებადაც ვადასტურებ. თუმცა იმ შიდა სამზარეულოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე არ მიმაჩნია სწორად რომ ახლა გამოვიდა და ამაზე საუბარი დავიწყო, თუ ეს არ არის რაღაც წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც საურჩევნო აუცილებლად უნდა იცოდეს. ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი პირადად აკაკი გვიანიძის გადაწყვეტილება, რომელიც მე პირადად მეხება დანარჩენს თავად ამორჩეველ თავად გადაწყვეტს, ვის უღირსო დაუჭიროს ამ პარტიას მხარი, ან ვის უღირსო სხვა პარტიას უჭერდეს მხარს. კი, ამას იმიტომ გეკითხებით აკაკი, რომ ზოგადად პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება, განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე, დადგა დღის წესრიგში და ამაზე მარტო თქვენ არ საუბრობს, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები, ძალიან აქტიური ადამიანები საუბრობენ, მათ შორის იმ შეცდომებზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაუშვა ოპოზიციამ. რამდენად ხედავთ დღეს თქვენ პროტესტის აქტიური მონაწილე იყავით და ხედავდით ხშირად საპროტესტო აქციებზე მათ შორის? დღეს დადგა უკვე ის დრო, როდესაც ანალიზის რაღაც ეტაპი დადგა ამ ერთწლიანი პროტესტის ფონზე, საითკენ უნდა წავიდეს ეს პროტესტი, როგორ უნდა განვითარდეს ეს პროტესტი, რა ახალი დეტალები, შტრიხები უნდა შევიდეს ამ პროტესტის ფორმებში და ზოგადად როგორ ხედავენ ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ორგანიზატორი ამ პროტესტის, როგორ ხედავენ მის მომავალს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს და რამდენად ხედავთ ამ ყველაფერში ოპოზიციის ბრალეულობა, არ ვიცი, ბჭყალებში, დანაშაულს იმაში, რომ ეს პროტესტი უფრო მასშტაბური ვერ გახდა, ან ვერ გახდა ისეთი, რომ ხელისუფლებაზე რაღაც ტიპის ზემოქმედება მოეხდინა. კი, ეს ცალსახად არის მათ შორის ოპოზიციის ბრალეულობაც, იმიტომ რომ მათ ვერ მოახერხეს კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ აბსოლუტურად ყველა პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ჩვენ ვკითხულობდით, რომ ისინი ამ ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიც არის საქართველოს ევროპული მომავალი, მაინც ვერ დავინახეთ ჩვენ რეალური კოორდინაცია და პრაქტიკულად პოლიტიკურმა სპექტრმა გამოიჩინა უპასუხისმგებლობა და რეალურად უნდა გაუსწოროთ სიმართლეს თვალი, ხომ ბატონ ლაშა, რეალურად ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა აბსოლუტურად უმწიფარი და მომზადებელი ასეთი კრიზისებისათვის, რაც საბოლოო ჯამში ხელფეხს უხსნის თავად ოცნებას. ის უამრავი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს, მათ შორის იგივე მანდატებთან დაკავშირებითაც, ასევე აჩვენებს ამას, რომ ისინი არ იყვნენ მზად და 2020 წლის გამოცდილება ვერ გაიაზრეს, ვერ ასე ვთქვათ, გადააფასეს თავიანთი შეცდომები და იგივე შეცდომა ზუსტად დაუშვეს 2024 წელსაც და ეს არ შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს, მოჯადოულ წრეს დავდიოდეთ, იმიტომ რომ ოპოზიციაში არავის არ აქვს იმის თავი, რომ რეალურად ჩაუდგეს თავში პროტესტსაც, ჩაუდგეს თავში ახალ ეროვნულ მოძრაობასაც, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი ახლა, რომ არა მხოლოდ ზოგადად ხელისუფლება შეიცვალოს საბოლოო ჯამში ამ პროცესის ბოლოში, არამედ გადახალისდეს ოპოზიციაც და რეალურად ყავდეს ისეთი ოპოზიცია და ისეთი ხელისუფლება, რომელთა კონკურენციის შედეგადაც ჩვენ უკეთეს და უკეთეს გადაწყვეტილებებს დავინახავთ და არა იმ საშინელებას, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. და ბევრი ადამიანი გამოკვეთა ამ პროტესტმა, ძალიან ბევრი პატრიოტი გულანთებული ადამიანი და მე დღეს ვხედავ რესურს ახალი პოლიტიკური მოძრაობების საოცარი თავს თუ ხედავთ ამ პროტესტიდან წამოსულ ძალებში
ახალგაზრდებში. ახალგაზრდებზე აქცენტს ვაკეთებ, ძალიან ხშირად მისაუბრია, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან ამ სტუდიაში იმასთან დაკავშირებით, რომ რატომღაც ახალგაზრდებს პოლიტიკით დაინტერესების სურვილი ხშირად ეკარგება. თქვენც ამის კლასიკური მაგალითი ხართ, ხო? ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხართ. რამდენად ხედავთ ამ რესურსს ერთი მხრივ და ამ რესურსის რეალიზების შესაძლებლობას ოპოზიციურ ველს გულისხმობ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ვხედავ საოცარი ახალგაზრდები არიან, პროტესტმა აჩვენა, რომ უამრავი ადამიანი არის ამ ქვეყანაში, რომელსაც პრინციპების გამო შეუძლია თავი გასწიროს, შეუძლია ციხეში წავიდეს, შეუძლია უამრავი ჯარიმა აიტანოს და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან არსებობს მართლაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რესურსი იმისა, რომ მომავალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდები მოვიდნენ სუფთა ხელები და რეალური ცვლილებებს მიაღწიონ ამ ქვეყანაში. და მე ვხედავ მართლა ადამიანებს, რომლებიც სკამზე არ არიან დახამებული და რომელთაც თანამდებობა არ ელანდება და არ ესიზმრება დღამით. არც მე ჩემ თავს ვხედავ თუ არა, მე რა თქმა უნდა, მომეცა ეს შესაძლებლობა, რომ ახლა გამოსულიყავი პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მოვსულიყავი ეთერში, სადაც არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება და ეს არის ჩემთვის ახლა იმის დემონსტრირება, მე არსად არ წავსულ ვარ, ჩემი ძლიერი სამოქალაქო პოზიციით დავრჩი, პოლიტიკაში დავრჩი, ერთადერთი ასეც დამიმშვიდობე ამ ეტაპზე, ეს იყო პარტიული პოლიტიკა, დამიმშვიდობე მაშინ, როდესაც თქვენ რუსუდან თევზაძე ახსენეთ, როდესაც ის გავიდა, მე ვიყავი ადგილმონაცვლე საპარლამენტო სიაში, მაგრამ ჩემი ხელით დავწერე განცხადებად გამოვედი, იმიტომ რომ მე არ მქონდა უფლება, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ხო გითხარით, ეს ერთი დღეში არ დაწყებულა, დიდხნიანი პროცესი იყო, მე არ მქონდა უფლება, მესარგებლა იმ მანდატით, როდესაც უკვე აღარ მქონდა ის საერთო ხედვები, საერთო მიზნები და ღირებულებები იმ გუნდთან, ამიტომ შესაბამისად მე დავტოვე ეს, მაგრამ დავტოვე იმისთვის, რომ მე დავრჩე პოლიტიკაში და გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმით ვარ დაკავებული, პედაგოგი ვარ, ვაგრძელებ სწავლას, ამიტომ უფრო ძლიერი, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გამოცდილებით კვლავ დაუბრუნდები აუცილებლად იმ საქმეს, რაც მე ძალიან მიყვარს და რასაც მე ვაკეთებდი ძალიან დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ამდენი წლის განმავლობაში. კი ბატონო, დავაკვირდებით აკაკი თქვენს შემდგომ საქმიანობას და ახალგაზრდა პოლიტიკოსების საჭიროებაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩემი მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის. მადლობა თქვენ. აკაკი გვიანიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ვაგრძელებთ გადაცემას ქართული ოცნების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები არის საერთო სურათისა და იმ დიქტატორული კანონების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს. ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არასაზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და მოქალაქეების დაშინებაა. განცხადების ავტორებისთვის წალსახაა, რომ ქართული ოცნება უწყვეტ პროტესტს საფრთხედ აღიქვამს და მიაჩნია, რომ კანონმდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრება ზუსტად ამ კონკრეტულ მიზანს აქციების ჩახშობას ემსახურება. ქართული ოცნების მიერ შეცვლილი კანონები ფაქტიურად აუქმებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას, გამკაცრებული კანონებისა და შეზღუდვების მიუხედავად 342 დღეა საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება, მათ შორის ბათუმში, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები სწორედ უწყვეტი პროტესტის ეპიცენტრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ანგარიში დასმულ აქცენტებთან დაკავშირებით გადაცემის შემდეგ სტუმარს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა უპასუხებს ჩემს კითხვებს. მალხაზ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. მალხაზ, ფაქტობრივად თანხმედრაში ევროკომისიის ანგარიში ასახული უმძიმეს რეალობა იმ აქცენტებთან, რომელიც მათ შორის თქვენი ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშია დასმული, თუმცა სანამ ვისაუბრებთ ანგარიშის შინაარსზე, პირველ რიგში ევროკომისიის ანგარიშზე მინდა გკითხოთ, რამდენად იყო მოსალოდნელი ასეთი მკაცრი ტონი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ინსტიტუციის მხრიდან და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ანგარიშს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურებების შინაარსიდან გამომდინარე და ამ ფონზე. ლაშა, ევროკავშირი საქართველოსთვის არ არის მართლა პარტნიორი ორგანიზაცია, ევროკავშირი არის პრაქტიკულად ის ერთ-ერთი მთავარი გაერთიანება სუვერენული სახელმწიფოების, რომელშიც ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალი მუხლით არის გარანტირებული და ყველა ხელისუფლებას
უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო ამ გაერთიანების წევრი. ევლო მიმართულებით, რომელიც მას მიიყვანდა ევროკავშირის წევრობამდე. ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს თავი მოაქვს, რომ ეს მუხლი სწორედ მისი ინიციატივით და ავტორობით გაჩნდა კონსტიტუციაში და პრაქტიკულად იგივე ადამიანი ასამარებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ბიძინა ივანიშვილთან ერთად. დღეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებული შეფასება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ჩვენ ამას ვამბობდით არა 1, 2 და 3 თვის წინ, არამედ ვამბობდით მაშინაც, როცა იყო წინა საარჩევნო გარემო ქვეყანაში 2024 წლის წინა საპარლამენტო გარემოზე ვამბობ, როდესაც უკვე ჰქონდა მოცემული გარკვეული საშინაო დავალება ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირის მხრიდან მოცემული საშინაო დავალება იყო ის შესასრულებელი მინიმალური სტანდარტი, რომ ქვეყანა, რომელიც ერთდროს იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, მოწინავე პოზიციის მქონე ქვეყანა, პრაქტიკულად გახდა აუთსაიდერი, თამაშგარემყოფი და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ევროპული სტრუქტურების ბრალი. ეს თუ ვინმეს ბრალია, ეს თუ რამის ბრალია, ეს არის პოლიტიკური ძალა ქართული ოცნება, რომელმაც დაასამარა ქვეყნის ევროინტეგრაცია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დროებითი, იმიტომ რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის კონკრეტულად ამ თაობის არჩევანი, ხო? ეს არის იმ თაობების არჩევანი, რომელთა შესახებ თქვენი წინასწარმეტყველები და მეც როცა მქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავი მასწავლებელი, ვასწავლიდით და ათასობით მასწავლებელი ასწავლის ამ თაობების ნამოქმედებას და ბევრი მათგანი არის ეროვნული გმირი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ისევ მოგეცემათ ხალხს. გაერთიანება არის სწავლების საშუალება. თაობის მთავარი ბრძოლის შინაარსი, ხო? და ცხადია ევროკომისრის მიერ გაკეთებული მკაცრი შეფასებები აბსოლუტურად ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არის. პრესის თავისუფლება პრაქტიკულად აღარ არსებობს, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას მაქსიმალურად წნეხავენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრებით ემსახურებოდნენ ქართული სახელმწიფოს, ქართული დემოკრატიის იდეას და რესპუბლიკის იდეას, არიან ციხეში, პირველ რიგში მზია ამაღლობელს გულისხმობ და სწორედ ამიტომაც მინდა რომ მისი გამოსახულებისა და მისი ფოტოს და მისი ფრაზის ფონზე ჩავერთო აჭარის ტელევიზიას, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან თუ რაღაც გარკვეულ ნაწილამდე ვერ მივიდა მისი სათქმელი, აქ არ არის მხოლოდ თავისუფალ მედიაზე საუბარი, აქ არის საუბარი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ეგზისტენციალურ პრობლემაზე, როდესაც ქვეყანა ვითარდებით ევროპული რელსებით, ან უბრალოდ ისევ და ისევ ხვდებით რუსული პოლიტიკის ორბიტაზე და რუსეთის უკანა ეზო, როგორც პრაქტიკულად დაგვისახა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ ევროკომისრების და ევროკომისრის კონკრეტული ეს განცხადება იმ შეფასებასთან და ძალიან ვრცელ დოკუმენტთან ერთად, რომელიც ქართულ მხარეს გადაეცა, წასაკითხად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება არც კი წაიკითხავს ამას თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ მათთვის ყველაზე მთავარია ახლა როგორღაც პროპაგანდა დაუპირისპირონ ამ ძალიან კაცს, მაგრამ ძალიან ადეკვატურ შეფასებები შალვა პაპუაშვილის მხრიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა თავისი. ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ევროკომისია აფერხებს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას, არის უბრალოდ დაცინვა პირველ რიგში ქართული სახელმწიფოსი, ქართული საზოგადოების და რა თქმა უნდა ევროკავშირის ინსტიტუტების. კი ბატონო, აქ როცა საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში, სადაც სოციალური პრობლემები დგას მწვავედ, სადაც კორუფციის პრობლემები დგას მწვავედ, სადაც ის ადამიანები, რომლებიც სულ რაღაცა 2-3 თვის წინ იყვნენ ქართული ოცნების ერთ-ერთი დასაყრდენები, დღეს განსასჯელის სკამზე ხდებიან და ქართული ოცნება, როცა ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ძირგამომთხრელი საქმიანობის მქონე აქტორები, ხომ? გამოვლინდა, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის არასამთავრობო ორგანიზაციის ამა თუ იმ საგამოძიებო ჯგუფის სხვადასხვა მოხალისის მოდარაჯე ძაღლის ფუნქციის შემსრულებელი აქტორების ნამუშევარი სწორედაც 100%-ით მართალი იყო და როცა ჩვენ ვლაპარაკობდით ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მინისტრების კორუფციაზე, თურმე ახლა ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დიახაც ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციაში იყო გარეული, თურმე მათ შორის ამ ეთერში თქვენთან ერთად გვისაუბრია ამაზე მალხას. ბევრჯერ გვისაუბრია მათ შორის ამ ეთერში, რომელიც უგზო-უგზოდ არის დაკარგული და ქართული ოცნების წევრები, რომლებიც მანამდე მისი გუნდის დაწილება წარმოადგენენ საკუთარ თავს, ხმასაც კი არიღებენ მის შესახებ, ჩვენ საუბრობდით ამ ადამიანების კორუფციულობაზე, ხო? ახლა როცა ქართულ ოცნებას დასჭირდა შექმნას ილუზია კანონის უზენაესობის, დაიწყო ეს ნადირობა, ასე ვთქვათ, ყოფილ თანამდებობის პირებზე და რითი დასრულდება ეს ყველაფერი ჯერ სრულიად გაუგებარია, მაგრამ
ამას ვამბობდით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 5-6 წელია, რაც ვიძახით, რომ ქვეყანაში არათუ ელიტური, არამედ საშუალო დონის კორუფცია არის ყოველდღიურობის ნაწილი და როცა ამას დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო სექტორი ამბობდა, ჩვენ გვთვლიდნენ ქვეყნის მტრება და ახლა პრაქტიკულად იმავეს იმეორებს ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის ფიგურები, ხო? მალხას დღევანდელ განცხადებას არაფერი არ აქვს. აუდიტორიასთან სასაუბროდ, გარდა იმისა, რომ მტრები ეძებოს სამოქალაქო სექტორში და იმ ხალხში, რომელიც დგას რუსთაველზე, დგას აგერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში და ასე შემდეგ და მტრები ეძებოს ბრიუსელში. ის ვერ აგვარებს პრობლემებს, ის ვერ აგვარებს საჭიროებას და ფთავაზობს რაღაცა სრულიად გაუგებარ კონცეფციებს და რეფორმებს განათლების სფეროში და ვერც ერთ კითხვას ზე ვერ ვიღებთ არგუმენტირებულ პასუხს, რატო ჯობია 11 წლიანი განათლება 12 წლიან განათლებას, რატომ უნდა ჩამოვეშოროთ, ასე ვთქვათ, ბოლონიის პროცესს, რატომ გახდა ქვეყანაში ჩემი გესმით თქვენ მგონი კავშირი არ არის მალხასთან მინიმუმ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემდეგი შეკითხვა მინდა დაუსვა, მაგრამ მალხას გესმით ჩემი, ხო? პრევენციული დაკავების შემოღება, სახის დაფარვის სრულად აკრძალვა და სპონტანური აქციების ჩახშობა ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ გამკაცრებული ეს მექანიზმები გააკრიტიკა თავის დროზე, როგორც სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევა. თქვენი ორგანიზაციის დღევანდელ განცხადებაში ამაზე არის საუბარი. როგორ აფასებთ ამ ცვლილებების შეუთავსებლობას საქართველოს კონსტიტუციასთან ამავე დროს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ღიად უგულებელყო, მაგალითად საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დაცვა, იგივე, ხო? ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილში, რაზეც თქვენს განცხადებაში ვრცლადაა პრინციპში საუბარი. საბოლოო ჯამში ეს რას იწვევს და რამდენად ამან გამოიწვია ის, რომ პროტესტს რა დააკლო, მოდი ძალიან მარტივი კითხვა დავსვათ, ამ შეზღუდვებმა, ამ გამკაცრებულმა კანონებმა დააკლო თუ არა რაიმე პროტესტს. 342 დღეა თქო ვახსენე ჩემ შესავალში, რომ იქ სადაც ახლა თქვენ გეხართ, დგას საპროტესტო აქციის მონაწილეები ადამიანები. ლაშა, შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამო ერიდებოდნენ პროტესტში მონაწილეობას, ამას რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, მაგრამ 342 დღეა დიახ დღეს და პრაქტიკულად ქართული ოცნებისთვის ეს გახდა ისეთი დაუძლეველი ადგილი რუსთაველის გამზირი კონკრეტულად, როცა ვერაჩერებს ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ მწერლებს, მხატვრებს, ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი კვალიფიკაციით, თავიანთი შემოქმედებით, თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ყველაფერი მოახმარეს ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას. ამას ვერაჩერებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არის ქართული სახელმწიფოს იდენტობის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება უსამართლობაზე, არასოლიდარობაზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, ადამიანმა, რომელსაც თავი მოაქვს ქართველად, ადამიანმა, რომელსაც თავი მოაქვს საქართველოს მოქალაქედ, ხმა არ აიმაღლოს. მთელი ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით ბოლო საუკუნე ნახევრის ისტორია არის უსამართლობასთან ბრძოლა, რუსიფიკაციასთან ბრძოლა, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ამაზე ვართ გაზრდილები. რანაირად შეიძლება არ ვიყოთ სოლიდარული გაგრელი ქალბატონი აზას მისამართით, როგორ შეიძლება არ ვიყოთ სოლიდარული ჩვენი მედროშის ზურა ჭავჭანიძის მისამართით, რომელსაც ბრალად ედება მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო დროშა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღმართა და თურმე ამით ცდილობდა ქვეყანაში რაღაცა ხელისუფლების დამხობას. ხო, სასაცილოა ეს არის და პრაქტიკულად არის ძალიან ტრაგიკული, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც მიტაცებულია ქართული ოცნების მიერ, პრაქტიკულად ებრძვის ქართული სახელმწიფოს იდეას და ქართული სახელმწიფოს იდენტიფიკატორებს, რაც არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ამიტომაც გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების ის დრაკონული შეზღუდვა, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, კლასიკურად რუსული სცენარის გაგრძელება, ბელორუსული სცენარის გაგრძელება, 71 წლის ქალბატონი გახსოვთ 2022 წლის თებერვლის შემდგომ პეტერბურგში როგორ დააკავეს მხოლოდ ერთი წარწერის გამო, რომ არა ომს. და
და მაშინ მახსოვს ძალიან კარგად, მათ შორის ის ადამიანების, რომლებიც ახლა უსხედან ალბათ ტელეეკრანებს და გვიყურებენ, როგორ აღშფოთებულები იყვნენ, რომ რუსეთში თურმე რა დონეზე დავიდა სახელმწიფო ინსტიტუციები, რომ აი 71 წლის ქალი გაუშვეს ციხეში, აკავებენ პეტერბურგში იმის გამო, რომ ლოზუნგი დაიჭირა ხელში. იგივე და უარესი ხდება ჩვენს ქვეყანაში, იგივე და უარესი ხდება ყოველდღიურად, როდესაც პრაქტიკულად ოჯახები რეპრესიების მსხვერპლები ხდებიან. როდესაც ადამიანებს არ აქვს საშუალება, რომ საკუთარ 12 წლის შვილებს მოეფერონ და ადამიანებს სამედიცინო მადლობა დადასტურება უწევთ იმისთვის, რომ აუტანელი ტკივილი აქვთ და ნინო დათაშვილს მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადო მასწავლებელს ქალს, რომელსაც ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა მოუხდა. ყველა პოლიტიკურ პატიმარს მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადო და პრაქტიკულად მინდა უთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ის რაც შეიძლებოდა თქვენ ვერ წარმოგვედგინა და ჩვენ ვერ წარმოგვედგინა წლების წინ. ახლა უკვე ფაქტია ამ ქვეყანაში, ამიტომაც ერთადერთი რამაც შეიძლება რომ შეაღვიძოს ეს ქვეყანა არის ერთიანობა, სოლიდარობა. ნუ გავხდებით რუსეთის უკანა ეზო. მადლობა მალხაჩკადუა, გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ გადაცემას ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. ამჯერად უკვე სტუდიის სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. გიორგი მასალკინი, ბათუმის საკრებულოს წევრი, პარტია გერჩიდან უპასუხებს ჩემს კითხვებს. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. მონაწილეობისთვის. ძალიან ბევრი რამე ხდება ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე და განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე, ბატონ გიორგი, თუმცა უნდა დავიწყოთ საუბარი იმ ანგარიშით, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის 2025 წლის ანგარიშს გულისხმობ, რა თქმა უნდა, სადაც ძალიან მკაცრი ტონით არის საუბარი იმ ჩავარდნებზე, რომელიც არსებობს ქართული ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? რამდენად მოასწარით და შეძენით ამ ანგარიშის მოკლე ვარიანტის გაცნობა და რას ნიშნავს ასეთი მკაცრი ტონი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან? ნუ მართლა როდესაც კარგად ვერ მოვასწარი გასწორ, მაგრამ ბუნებრივია სულისკვეთება დაახლოებით მესმის ამ მოხსენების. საერთოდ მე მიმაჩნია ბატონ ლაშა, როდესაც ორი მხარე კამათობს, როდესაც ვერ თაგვდება, აქ როგორც წესი დამნაშავეა ორივე მხარე. ახლა საქართველოს მხარე რო ბევრს წოდავს დასავლეთთან მიმართებაში, თუნდაც ტონალობას გულისხმობ, ხო? ეს ფაქტია, ნუ ამას ყოველდღე ვხედავ. ჩემი აზრით ეს ტონალობა აშკარად შესაძლებელია, მაგრამ აი მახაზიც თქვენც მე ვზარდებით, მათ შორის პედაგოგები, ხო? დიახ. აი, როდესაც ჯგუფში მყავს ბავშვი, რომელიც ჩემი აზრით სუდად იქცევა. მე სწორედ იმ ბავშვს ვაქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას და ვცდილობ იმცე მას მოტივაცია, რა შეიძლება მეტი შევაქო. ესმით? და არა, ესე იგი, ნახეთ, ცუდი ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, არ მივჯიყნო და არ ესე იგი ბოლომდე, ესე იგი კრიტიკის ხაცვაში მოვაქციო. ხო და ჩემი აზრით, ევროპული სტრუქტურები ცოდავენ იმაში, რომ აი საქართველოზე მხოლოდ ნეგატივს ავცელებენ. ხო, დეკადაცელები, თუმცა ჩვენ გვესმის კიდევ სხვა თუმცა პოზიტივი ხო იყო მაშინ ბატონ გიორგი, როდესაც დაუშვა ჩვენ რაღაც ტიპის ვალდებულებებს ვასრულებდით, იგივე მოლაპარაკებების პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზა ლიბერალიზაციის, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ბევრი პოზიტიური ნაბიჯი ჩვენ ევროსტრუქტურების მხრიდან გვინახავს ამ წლების განმავლობაში, თუმცა ეს ურთიერთობა ახლა ჭიხში შევიდა. სად ხედავთ, რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს, არ ვიცი. ორი მიზეზი ისევ და ისევ, ბატონოშა. არსებულ ხელისუფლებას აკლია სტრატეგიული ხედვებში და რაც შეეხება ევროსტრუქტურებს, ჩემი აზრით ისინი ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფებიან დღესდღეობით. ამაზე მეტყველებს გამოკითხვები თვითონ ევრობლოკ ქვეყნებში, თუ როგორ აფასებენ ისინი გარკვეულ და თან ნამუშევარია ამ ევროსტრუქტურებში, ბატონლაშე და ვიცი დაახლოებით რას ნიშნავს ევროპული ბიუროკრატია. ახლა ევროპის კრიტიკა სულ არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ცივილიზაციული სივრცე, სადაც მიგვესვლება ახლა უკან ან რუსეთი, ან ჩინეთი, ხო, ან მუსლიმური არაბეთი, ხო, ახლა იქ
ჩვენი ადგილი აშკარად არ არის. უფრო ღრმა ისტორიულ კონტექსტს იცნობთ პროფესიიდან გამომდინარე. და ევროპა დღეს ღრმა ეკონომიკურ და მიგრაციულ კრიზისში იმყოფება. ძალიან დიდი პრობლემები აქვს, ხო? აი, ვინც დავდივართ, ხო? უცხოეთში, ხო ვიცით, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, აქ არ წახვიდე, ამობანში არ შეხვიდე. რატო გვეუბნებიან ამას? რატო ხდება? აი, ყოველ დღე ვკითხულობ რაღაც თავდავსხმეს ტერორისტულ აქტებს, ხან ლონდონში, ხან საფრანგეთში. ანუ ბევრი პრობლემა დაუგროვდათ და მათ შორის, ნუ გვავიწყდება ჩვენ, რომ იგივე ევროკავშირმა ვერ მიიღო კონსტიტუცია, არა და აპირებდა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ აპირებდა კონსტიტუციით და ბევრი ხელშემშლელი ფაქტორებია. მათ შორის ეს გასაზღვრეს ქრისტიანობის როლი მაგალითად. მოდით ვისი თქმა მინდა, ბატონო, ძალიან ახალ ძალიან ევროსკეპტიკოსად რო არ მოვინახტო გადაცემაში. მე ვთვლი, რომ ეს გზა ორივემ უნდა გაიაროს ძალიან რაციონალურად. ორივე სად მივა ეს გზები თქვენი აზრით? ბატონო? სად მივა ეს გზა? სად მივა? ამას გასაზღვრავს სამწუხაროდ ის გეოპოლიტიკური აბები, რომელიც ხდება ჩვენს ირგვლივ. ანუ მხარეების კეთილნებაზე და პოლიტიკურ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული. სამწუხაროდ არა. ნახეთ, ამერიკას როდესაც დაჭირდა აზერბაიჯანის შექება, ტრამპმა ერთი ნახევარი საათი უძახა ევროპამ სომხეთი შეაქოს სხვა. ალიევს უძახა ნახევარი საათი უძახდა, რომ ეს დიდი ადამიანია, ხო? Great man. ხო და დიდი ბოდიში რა, ალიევი. არც ხო, არა მარტო ალიევი. იქ არც თავისუფალი პრესა, არც თავისუფალი არც პარტიებია ოპოზიციური. გესმით? და ალიევი იქნება პრეზიდენტი და სანამ ინებებს კონსტიტუციაში წერია ეს. და მე არ დამინახავს ასეთი ღრმა კრიტიკა ევროსტრუქტურებისა, იგივე აზერბაიჯანის მიმართ. მე მესმის რატო აკრიტიკებს რატოს, იმიტომ რომ ჩვენ ასოცირებული წევრი ვარ და ჩვენგან უფრო მეტი მოითხოვება. ზოგადად ჩიდა პოლიტიკაზე გადმოვიდეთ, მე მალხასთან საუბრობდი, გესმოდა თქვენ ძალიან კარგად იმასთან დაკავშირებით, თუ გამკაცრებულმა კანონებმა რა ეფექტი მოახდინა ზოგადად ქვეყანაში და მათ შორის ერთ-ერთი თავი დღევანდელ ანგარიში იყო ევროკომისიის დღევანდელ ანგარიში სწორედ ამას ეთმობა თუ როგორ უზღუდავს გამკაცრებული კანონმდებლობით ხელისუფლება პროტესტის და გამოხატვის უფლებას საქართველოს მოქალაქეებს, ხო? როგორ ხედავთ ამ პროტესტის მომავალს, ბატონ გია, ამ გამკაცრებული კანონების ფონზე? სად ხედავთ აქ ოპოზიციის როლს და საერთოდ ხედავთ თუ არა ამ როლს? და აი ოპოზიცია რომ ჩარეულიყო ამ პროცესში 342 დღე ვახსენეთ უწყვეტი პროტესტის. ხედავთ თუ არა ასეთ ხანგრძლივ პროტესტს ოპოზიციის ჩარევის შემთხვევაში თქვენ და საერთოდ როგორ ხედავთ მას? ბატონო, თქვენ იცით რომ მე ახლახანს გავხდი ბათუმის საკრებულოს წევრი. კი, ამაზე გკითხავთ აუცილებლად. და იქ ვიკითხე რომ მივედი, რაღაც მახსოვდა, მაგრამ მაინც ვიკითხე, რამდენი იყავით მეთქი ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხე, წინა მოწვევაში და 17-იო. და დღეს იმ სკრებაზე ჩვენ ვიყავით 2. საერთოდ 3 ვართ, მაგრამ ანუ წარმოვიდგინეთ, რომ 4 წელიწადში გაფლანგა ავტორიტეტი, რესურსი იმდენად ოპოზიციამ, რომ მხოლოდ 3 კაცით ვარ წარმოდგენილი 25 კაციან საკრებულოში. ხა სად 17 და სად 3. ბუნებრივია კოეფიციენტი, ხო, აი ჩვენი საქმიანობებს იქნებოდა საკმაოდ დაბალი. ანუ ჩვენ უნდა ვეძებოთ პირველ რიგში ოპოზიციურმა ფლანგმა, უნდა ვეძებოთ ისე ნეგატივზე კი არ უნდა ავაგოთ ჩვენი პოლიტიკა, ხო? ხელისუფლება ცუდია, ხელისუფლება ამაში ადის, ხელისუფლება ღებულობს დრაკონულ კანონებს. შენ უნდა ეძებო მიზეზები, შენ რატო გაფლანგე შენი ხმები? ფიზიკურად გაფლანგე, მარტო პროცენტულად კი არა. საწავიდა ეს ხმები, რატო არ არის ერთიანობა? რა უშლის ხეს ამ ერთიანობას? და რატო აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც თუნდაც აი თბილისშიც აი ხო ხედავთ ისეთ მასშტაბურმა პარტიამ, როგორც გახარეს, საერთოდ ვერ გაიყვანა პიროვნები. რაც შეეხება კანონებს. აი მოდით რა პირდაპირ დავსვათ კითხვა. უნდა იკეტებოდეს თუ არა რუსთაველის გამზირი. აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ხო? რა შეხედულება არის არა, თუ არის მხოლოდ 150 ან 200 კაცი, უნდა იკეტებოდეს თუ არა, ანუ მილიონ ქალაქს უნდა უშლიდეთ თუ არა გადაადგილებაში. ხელს ეს მთავარი მაგისტრალია, ხო? ხო. პროტესტის გამოხატვას მე მგონი ბევრი საშუალება არსებობს. მოდით შევიკრიბოთ იმ
ტროტუარზე და პარლამენტის წინ იქ დაახლოებით 10000 ადამიანი დაეტევა, ხო? თუ მეტია. და რატო არ არის 10000 ადამიანი? და მთელი პროტესტი გადავედი იმაზე, ეს უკვე მითოლოგიური რაღაც მომენტებია. 355 655 დღე იქნება და რა? ანუ ეფექტს ვერ ხედავთ ამის? ამაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენ შემდგომ სტუმარს და ამიტომაც ოპოზიცია კარგავს თავის ხმებს. კი ბატონო, ოპოზიციამ რამდენად გამოიყენა თავისი ხმა, იგივე არჩევნებში მონაწილეობ თქვენ საკრებულო ახსენეთ და 2-3 წევრი თვართო წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. თქვენ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის წევრი ყოფილხარ და გაქვთ პოლიტიკური ხანგრძლივი ისტორია გაქვთ მუშაობის, მოკლედ მათ შორის რეგიონის დონეზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის. რამდენად ხედავთ ამჟამად უკვე საკრებულოს წევრის ფარგლებში სტატუსი თქვენს თავს, რომ რაღაცა შეცვლით ბათუმისთვის. რამდენად რეალიზებად ფიგურად მიიჩნევთ თავს როგორც საკრებულოს წევრი ბათუმის საკრებულოში? მე რაც დავპირდი, ანუ თქვა ამობშევლებს და 2360 კაცს, რომელმაც მომცა გირჩის მისახმა და მომცა პირადად მე დავპირდი ერთი რამ. მე არ ვიქნები შლაგბაუმის როლში, ანუ ხელისაწერი. ნახე რომ ხელი არ აწიეთ და საერთოდ მონაწილეობა კანჭისყრაში არ მიიღეთ. ჩვენ არ ავიღეთ პასკუნსელობა იმ ორმა კაცმა თანამდებობის პირების დანიშნაზე. ბათუმელებს ეწოდინებათ რა ხდება საკრებულოში. ვინ აკეთებს კარგ საქმეს, ვინ აკეთებს ცუდ საქმეს, რატო ვერ კეთდება კარგი საქმე, რატო კეთდება ცუდი საქმე, ამას ყოველთვის ღიად ვისაუბრეთ სოციალურ ქსელებში, თუ მომიწვევთ თქვენს გადაცემაში, ანუ აბსოლუტურად ღია ვიქნები ამ ხრივ. და კიდევ ერთი, ბუნებრივია ჩვენ გვექნება წინადადებები. ეს წინადადებები უნდა დაისვას, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იცოდეს, რომ აი თქვა ქალაქის ინფრასტრუქტურაში, აი ეს ოპოზიციური პარტია ხედავს ამ გამოსავალს, ხო? ან თქვა უსახკარო ძაღლებთან მიმართებაში ხედავს ამ გამოსავალს. თუ ეს ხმაც არ იქნება, მაშინ დარჩება მხოლოდ ერთი ხმა. ერთი ხმა ყოველთვის დამღუპველია. და ერთი ხმა თუ იარსებებს, მხოლოდ ეს ნებისმიერი საკრებულო ეს კი ვერ იქნება წარმატებული. ანუ ეს ამ განსხვავებულ ხმას ვპირდები მოსაუბრებას, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი თვითმიზანი. რომ აუცილებლად თუ კარგი საქმე გაკეთდა, პირველი ვინც ხაში ამოვდგება, ვიქნები მე. მადლობა თქვენ ბატონ გიორგი მასალკინი, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია გირჩიდან პასუხობდა სტუდიაში ჩემს კითხვებს. ბოლო 1 წლის რეალობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმები ამოწურულია და ქუჩის უწყვეტი პროტესტის ტაქტიკა ფაქტობრივად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ამაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პოლიტიკური პრობლემების გარდა ქართულ ოცნებას გართულებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობები, მთავარ კითხვად მაინც რჩება ის თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა ან რაიმე გავლენის მოხდენა. ბევრი ვერსია მოვისმინეთ ამ 1 წლის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ ეფექტური არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა. ამ და სხვა თემებზე საინტერესო ანალიზი გელოდება ჩვენი შემდეგი სტუმრისგან, პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი უპასუხებს ჩემს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კი ბატონო, ბატონ დავით, ვიდრე უშუალოდ კითხვაზე გადავიდო და ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, მინდა შალვა პაპუაშვილის პატარა ციტატა წავიკითხო მის მიერ ევროკომისიის საპასუხოდ გამართული ბრიფინგიდან. პაპუაშვილი ამბობს: ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვა ძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ გსურს კაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო მიკერძოებული ანტიდემოკრატიული ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუ კი ვინმეს აქვს უკუსლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუტებია, თქვა პაპუაშვილმა. მოკლედ ამ და სხვა ამის მსგავსი კომენტარების ფონზე, რომელიც გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რა მოლოდინები უნდა გქონდეს, რომ თუნდაც ეს დოკუმენტი შეცვლის რამეს მათ დღის წესრიგში, არა და დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ ამ ანტიევროპული რიტორიკის შეცვლისა და ევროკავშირისკენ შემოbrunებაზე კეთდება. როგორ უყურებთ ამ თემას თქვენ და ამ საკითხს ზოგადად? ნუ როგორ შეიძლება ამას უყურებდეთ ყველა? ესე იგი, საერთოდ ის რიტორიკა, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამჟღავნებს ევროკავშირის მიმართ, მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში პოლიტიკაზე, კონკრეტულად რა ქმედებებს ატარებენ, რა კანონებს იღებენ, როგორ იქცევიან, ეს ერთი ამბავია, აქაც ძალიან მძიმე სურათი გვაქვს თავისთავად,
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და გამოხატვის თავისუფლების იქნება თუ საერთოდ მრავალპარტიულობის აკრძალვამდე ალამის მისული საქმე. ანუ ამასაც ესეც ვარ გავითვალისწინოთ. თავისთავად ასეთი რიტორიკა, რასაც მიმართავს ბატონი პაპუაშვილი, კობახიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დეპუტატები, მისი ექსპერტები, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან დაახლოებული, ეს როგორ გითხრათ, არაფერში არ ჯდება. ეს არის იგივე წარმატებით შეუძლიათ პირდაპირ დედა აგინონ. იმიტომ რომ ყველანაირ დიპლომატიის, ყველანაირ რაღაცა ესეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობის რაღაც მინიმალურ სტანდარტებზე დაბლადგას ესა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ასე არ ლაპარაკობს არავინ. აბსოლუტურად ეხლა რომ აღმოაჩინონ სადმე ჯუნგლებში რომელიღაცა ტომი, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციაზე არ აქვს წარმოდგენა, ისიც კი არ დაილაპარაკებს ასე. იმასაც ექნება რაღაცა ეტიკეტი არსებობს, რაღაცა სობას. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რიტორიკა, რასაც მიმართავს საქართველოს ხელისუფლება და რა უნდა გააკეთოს. პირველი არ არის, ამიტომ პაპუაშვილის ეს კომენტარი მე მაგალითად იმ კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ადრიანს ზოგადად რიტორიკა ასეთია ხელისუფლების. ცოტა ისეთია, ცოტა რაღაცა ნაწყენივით არის, რომ რატო გვაგირებედაც რა. რატო და ეხლა მოწლევად რა წარმოუდგენელი იქნებოდა რომ ანგარიში ყოფილიყო თუნდაც ოდნავ დადებითი მაინც. იმის ფონზე, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. რა პოლიტიკაც აქვს, რა რიტორიკაც აქვს, ის მიიღო პასუხად, ეს არის და ეს. ეს რა თქმა უნდა არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული შეცვლის თუ არა ამ რიტორიკას. ევროკავშირი ვერ შეცვლის, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ისეთ ამათ საამებლად ისე რომ თქვენ აქ რაც გინდათ აკეთეთ, რო უთხრას, თქვენ დაარღვიეთ ადამიანთა უფლებები, თქვენ ვისაც გინდათ აკინეთ, ვინც გინდათ დაიჭირეთ, ვინც გინდათ აკრძალეთ და ჩვენ ჩუმად ვიჭდებით და მარტო მოგეფერებით და ფულებს მოგცემთ. ეხლა ამას არ გააკეთებს. არავინ ევროკავშირი ასე არ იქცევა. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და პროცესებზე რა გავლენა შეიძლება ამ რიტორიკის ხელისუფლებაზე საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს კონდეს ბატონ დავით. თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ უწყვეტი პროტესტის და რუსთაველის გადაკეტვის ფორმა მაგალითად კონტრპროდუქტიულია უკვე. მათ შორის თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების მიერ პროტესტის რეპრესიული კანონებით ჩახშობის მცდელობებს, როგორ უნდა მოხდეს ერთი მხრივ პროტესტის რაღაც ფორმით ტრანსფორმირება და მეორე მხრივ როგორ უნდა მოხდეს ამ პროტესტთან დაკავშირებით არ ვიცი ოპოზიციის თუნდაც რაღაც ნაწილის პასუხისმგებლობის შემოტანა ამ პროტესტის ნაწილში. გასაგებია, მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ აქტუალური კითხვა არის ნამდვილად. ეხლა აქ მე არ გავიზიარებ იმას, რომ პროტესტია რუსთაველის პროტესტი ამოწურა თავისი თავი, თუნდაც იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვს ამ პროტესტის ფორმა. სხვანაირად არ პროტესტებ არაფერი. თითქოს ოპოზიცია არ არსებობს, ისეთი სიტუაცია გვაქვს, ანუ ოპოზიციური პარტიები არ აქტიურობენ. თუ კი რაიმე პრობლემა აქვს რუსთაველის ამ პროტესტს, არა ის რომ ეს გრძელდება ამდენი ხანი, ეს აბსოლუტურად უნიკალური ამბავია, მე ვიტყოდი. არამედ უფრო ის რომ მთლიანად მარტო ეს არის პროტესტი. მარტო ამაზე, ანუ ამის გარდა არაფერი არ ხდება და ესეც ახლა რამდენი ასე ხელისუფლება არ შეიცვლება, უბრალოდ ის რომ ვიდგეთ, დაგვიჭირონ, ყველა სხვა ვერ დაგვიჭერენ, ამ რაღაცა გასაგებია შემართება ამ ხალხის და ესე იგი მე ნამდვილად არ დამცდება საყვედური იმ ხალხის მიმართ, ვინც შეგნებულად მისდის ასეთ რისკზე და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ასეთ დრაკონულ კანონებს ღებულობს, მაგრამ ამით შემოიფარგლო მხოლოდ არ გამდიდრო ეს საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობა სხვა ფორმებით, ეს პრინციპულად არასწორია ერთის მხრივ და ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რაც არის, მთავარია გამოიკვეთოს პოლიტიკური ალტერნატივა უნდა ხელისუფლების. ეს ამ პროტესტმა ვერ შვა, რატო ვერ შვა? ოპოზიციის როლი ბატონ დავით და ადგილი ამ პროტესტში დიდი ხანია მიდის მსჯელობა, მათ შორის თქვენ კოლეგებში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ რეაგირებს ოპოზიციის ამომრჩეველი თუნდაც. ოპოზიციის როლი ეხლა რა შეიძლება იყოს დღეს, ყოველ შემთხვევაში არა ის რომ
ასე ვთქვათ, პასიური იყოს და რაღაცა უნდა გააქტიურდეს, მაგრამ მათ თვითონ აირჩიეს ეს გზა, რომ წინა პლანზე გაუშვეს ეს რაღაცა სამოქალაქო აქტივისტები, როგორც ეძახიან, ანუ აბსოლუტურად ის ხალხი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდათ, ისინი არიან წინა პლანზე ამ პროტესტში და თვითონ რაღაცნაირად გადავიდნენ პასიურ მდგომარეობაში და ნუ ასე ახლა რომ გააქტიურდნენ ისინი არ წარმართავენ ამ რუსთაველის პროტესტის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობას და მათ არ ამგონია მაინც და მაინც ორი დაუგდოს ვინმე. ამიტომ აქ საჭიროა უფრო ფართო კონსენსუსი. სამოქალაქო აქტივისტების ოპოზიციის მონაწილეობით და როგორღაც უნდა შეიქმნას რაღაც სტრუქტურა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მზად არის ყველაფერი აკრძალოს. ეხლა ამის გამოცდილებაც არსებობს, როცა საერთოდ არ იყო ეროვნული მოძრაობის გარეშე არსებობს მაგალითად პარტიები და ტოტალიტარული რეჟიმი იყო მართალია უკვე კრიზისში შესული, მაგრამ რომ იქმნებოდა რაღაც გაერთიანებები, რომ არაფორმალური, თუ შეიძლება ასე ითქვას, არარეგისტრირებული, რომელიც სერიოზულად ახდენდა ხალხზე რაღაც ზემოქმედებას, ელაპარაკებოდნენ ადამიანებს, ატარებდნენ რაღაც აქტივობებს, ანუ პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა და პოლიტიკური აქტივობები შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე და არ უნდა იფიქრო იმაზე, მე სულ მესმის ხოლმე, რომ აი ფული არ არის, ის არ არის, ეს არ არის, ეს არ არის. რაღაცას მიზეზები თითქოს არ ილევა და საბაბი რასაც ყოველთვის იქნება, ასეთი მიზეზი უბრალოდ ადამიანელი არჩევნები ბევრი დრო არ გვაქვს ბატონ დავით, ამიტომ მინდა ბევრი თემა მოვასწრო თქვენთან, თქვენი საინტერესო ანალიზი მოვისმინო. ადამიანელი არჩევნების თემა განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში, თქვენ რამდენად უშვებთ ამ შესაძლებლობას და რას მოუტანს ის როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილშია საინტერესო პოლიტიკური ანალიზი თქვენთან. მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს. მე არ ვიზიარებ იმას, რომ რაღაცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს დანიშნავს, იმიტომ რომ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მე ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით გააუქმოს ის მუხლი, რომელიც ევროინტეგრაციას გვავალდებულებს და ასე შემდეგ. არაფერი ეს ბიძინა ივანიშვილის არ ჭირდება ევროინტეგრაციისგან, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩამოცილება და იზოლაცია ევროპისგან ისედაც ჩვენივრად ხორციელდება ამ კონსტიტუციური ჩანაწერის ჩანაწერით. არაფერი პრობლემა არ აქვს. ხვალ რომ თქვას ბიძინა ივანიშვილმა, მე რაც ვნახე იქ სარჩელი რომ ვნახე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიებზე მაგალითად, ეხლა ამის დამწერმა მაგალითად ხვალ რომ თქვას რომ გვაქვსო საკონსტიტუციო უმრავლესობაო. აი არა აჭკვა დაუშვით ეხლა. თუ იქ შეიძლება ის დაწერო რომ რაღაცნაირად 2012 წლამდე დააგო ყველაფერი და თან ისეთი ფაქტები მოიყვანო ნაცმოძრაობის დანაშაულებისთვის, რომელიც საერთოდ კრიმინალური შემთხვევაა და პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს, მაგალითად გურამ შარაძის მკვლელობაზე დაადანაშაულო ნაცმოძრაობა, როცა არსებობს გასამართლებული ადამიანი, არსებობს ეს საქმე დახურულია ყველანაირად, არსებობს დამნაშავე, რომელიც იხდის სასჯელს და ყველაფერი და არანაირი პოლიტიკური ამბავი არ ყოფილა, ტრაგედია იყო, ბუნებრივია და კრიმინალი, მაგრამ პოლიტიკური არ ყოფილა ისევე როგორც ვაზაგაშვილის. აი ეს რაღაცები წერია ეხლა. ამის დამწერი ეხლა რო დაწეროს ხვალ რომ მინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ვიღებთ იმას კონსტიტუციიდან, ვინ დაუშვის ესეთი საინტერესო აი გამოსავალი რაშია ბატონ დავით? პრობლემა იყოს და თან ბიძინა ივანიშვილი მაინც და მაინც ცოტა ბიზნესმენის თვალით უფრო უყურებს ვიდრე პოლიტიკოსის თვალით და მისთვის არჩევნები არის ხარჯიც არის. კიდე უნდა დაიხარჯოს, კიდე რაღაც ფული უნდა დაიხარჯოს ამაში და კიდე რაღაც მობილიზება უნდა გააკეთოს და ყველაფერია, რასაც უნდა ისედაც აკეთებს ყველაფერს. ამიტომ არ ჭირდება უბრალოდ მაშინ რა რჩება ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი საკონსტიტუციო სარჩელიც ახსენეთ თქვენ. ხედავთ ხელისუფლებისა და მასთან ოპონირებაში მყოფი საზოგადოების დიალოგის რესურსს რა იმეს თუ ყველა რესურსი ამოიწურა, მაშინ რაშია გამოსავალი მოკლედ რა, რომ შევაჯამოთ ეს ჩვენი საუბარი. მოგახსენეთ კი ბატონო, გამოსავალია ხა ასეთი არ არსებობს პანაცია, იმიტომ რომ ჯერჯერობით როგორც ხელისუფლება მიდის აქ ძალიან რთულია რაღაცა სერიოზულ კომპრომისებზე ელაპარაკო და მათი მხრიდან რაღაც კომპრომისების მოლოდინი იყოს, მაგრამ ძალა უნდა კონდეს ოპოზიციას და საზოგადოებას უნდა კონდეს ძალა და ეს ძალა უნდა იყოს რეალური და დაინახოს ბიძინა ივანიშვილმა რომ ის კარგავს იმ ამორჩევლებს და იმ ხარდამჭერებსაც კი რომელიც მას ყავს. ამას ვერ იგრძნობს თუ ძლიერი ალტერნატივა არ გაჩნდა. უნდა დაჯდნენ პოლიტიკური ძალები, მოიფიქრონ ძალიან კონკრეტულად, აი ეს მარტო შიდა იმისთვის კი არ არის,
ესე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქემ უნდა გასცეს კითხვაზე პასუხი, თუ ბიძინა არა, მაშინ ვინ. აი ეს კითხვა რომ დაისმება, პასუხი უნდა არსებობდეს ამ კითხვაზე. დღეს ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით ვინ მოდის, რა ხალხი მოდის, ვინ მოდიან, რას გააკეთებენ, არაფერი არ ვიცით. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შეიძლება არ მოწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მომ გაურკვეველი მომავალი აშინებს ელემენტარულად, ხო? ამიტომ აი ესეთი ალტერნატივა, ორგანიზაციული ერთობა თავისი ლიდერებით, თავისი სპიკერებით არის ჩამოსაყალიბებელი. ეს თუ დაუპირისპირდება, გარედან ხარდაჭერაც გაიზრდება, მე ვიტყოდი, გეომეტრიული პროგრესიით. იმიტომ რომ არც დასავლეთში არ იციან, ვინ მოვა ამ ხელისუფლების ნაცვლად და კიდე ხელისუფლებას მოუწოდებენ, ცოტა ლაპარაკზე, რიტორიკა მაინც შეცვალეთ, თუ არაფერს არ აკეთებთ და ნუ გვაგინებთ მაინცო, მაგრამ ესენი არ იშლიან თავისას და განაგრძობენ და ესეთ რეალებაში ვართ. გასაგებია, მადლობა ბატონ დავით. დავით ზურაბიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები. ერთმანეთს ყოველ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.